ჯერ მოსამართლე კალიჩენკოს არ უთქვამს, რას აპირებს, დააკმაყოფილებს თუ არა ის როგორც ბრალდებული სტატუსის მქონე პედაგოგის მოთხოვნას და ასევე მისი უფლებადამცველების, რომლებიც ითხოვენ როგორც სასამართლოს აცილებას, ასევე პროკურორის აცილებას დააყენეს უკვე შუამდგომლობა, თუმცა მანამდე ორჯერ მიმართა დღეს დაკავებულმა პედაგოგმა ნინო დათაშვილმა მოსამართლეს სასამართლოს გამომდინარე იქიდან, რომ წინა სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე არის შეცვლილი, სხვა არის ღონისძიების შეფარდების საკითხის დროს სხვა მოსამართლე იყო, შესაბამისად მასთანაც ისაუბრა ნინო დათაშვილმა იგივე დეტალებზე, თუმცა მან დღეს საჭიროდ ჩათვალა, რომ ნელა კალიჩენკოსაც ახალ მოსამართლეს ცოდნოდა მისი დაკავების, მისი წამების, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ყველა დეტალი. დეტალურად მოყვა, როგორ დააკავა ეს რა ვითარებაში, შემდგომ რა მოხდა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, მექცეოდნენ ტერორისტივით, მიღებდნენ ვიდეოკამერებით, იღებდნენ შოუს ჩემი მონაწილეობით, მექცეოდნენ არაადამიანურად, დამცინავად, არ მომეცა შესაძლებლობა, რომ დავკავშირებოდი როგორც ადვოკატს, ასევე ჩემს შვილს, რამდენჯერმე ვითხოვდი, როგორც დაკავების ავტომობილში, ასევე წინასწარი მოთავსების იზოლატორში, პოლიციის განყოფილებაში, რომ დაკავშირების უფლება მოეცათ ჩემს შვილთან, ადვოკატთან, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მომცეს, დაირღვა ჩემ მიმართ ყველა ნორმა კონსტიტუციის. ეს იყო მთავარი სათქმელი, ძირითადი, რაც ნინო დათაშვილს ჰქონდა დაკავებულ პედაგოგს და მიმართავდა მოსამართლეს, რომ დაინტერესებულიყო ამ ფაქტებით, ვინაიდან მას ჰქონდა უფლებამოსილება, რომ დაევალებინა საგამოძიებო უწყებისთვის, პროკურორისთვის, მედიაც სინამოასთვის, რომელიც პროცესია წარმოდგენილი, დაევალებინა, რომ ყველა ამ ფაქტით დაინტერესებულიყო და მოკვლევა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ამ ყველაფერთან დაკავშირებით სამი კვირის წინ ისაუბრა, ამ დრომდე არც ერთი საგამოძიებო უწყება და ორგანო არ დაინტერესებულა. ერთადერთი, ვინც ნინო დათაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტებით დაინტერესდა, ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც სწავლობს ჯერჯერობით ამ საქმეებს. ტერორისტივით მომექცნენ, არ მომცეს უფლება შვილთან დამერეკა. პოლიციის განყოფილებაში გამაშიშვლეს, იყო ცინიკური დამოკიდებულება გზაში ჩემ მიმართ. მეუბნებოდნენ არაადამიანურად იქცეოდიო. რატომ ვიქცეოდი არაადამიანურად, რომ ვითხოვდი შვილთან დამარეკინეთ, თქო? მეუბნებოდნენ არასრულწლოვანი იქნებაო, გვატყუებო, ვუთხარი რომ არა. დაიწყეს მოძიება ბაზაში, სხვა ნახეს და დამცინოდნენ, ეს იქნება შენი შვილიო. მიმიყვანეს იზოლატორში და დამიწყეს ვიდეო გადაღება. კადრი არ მოეწონათ და თავიდან დაიწყეს ეს პროცესი, დამატარებდნენ ეზოში, დგამდნენ შოუს ჩემი მონაწილეობით, მექცეოდნენ როგორც ნივთს. შემელახა ღირსება, ადამიანურად იყო ძალიან მძიმე ეს ყველაფერი ჩემთვის. ვუთხარი რომ არ მინდოდა ამ აბსურდში მონაწილეობა, რომ ეწინააღმდეგებოდა ჩემ ეთიკას. ორი ადამიანი მელაპარაკებოდა, გამომძიებელი და კიდე ერთი დამსწრე. ეს ყველაფერი უთანაბრდება არაადამიანურ დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ცუდად გავხდი, ამიჩქარდა გული, დამივარდა წნევა და ვითხოვე დაჯდომა. ამ ყველაფრის შესახებ მივმართე ყველას, გენინსპექციას, სახალხო დამცველს, ყველა სახელმწიფო უწყებას, ჩემი უფლებების შელახვის ფაქტზე, თუმცა არავინ დაინტერესებულა, მხოლოდ სახალხო დამცველი სწავლობს საქმეს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე დღეს ნინო დათაშვილმა გამაოგნებელი ფაქტი მოყვა სასამართლო პროცესზე, როგორც ჩაუტარდა მოტყუებით, იძულებით, გუშინ, ფარულად სამედიცინო ექსპერტიზა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დავით მაღრაძის ხელმძღვანელობით შევიდნენ მასთან ციხის დაწესებულებაში, საპატიმროში, სამხარაულოს ეროვნული ბიუროს ექსპერტები და გამოკითხეს ისე, რომ ის არ ყოფილა ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ ჩატარდა გამოკითხვა სამედიცინო ფსიქიატრიული სამედიცინო ექსპერტიზა. რას იზავს ამის შემდეგ საგამოძიებო უწყება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადვოკატებმა დღეს დააყენეს შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე, რომ არ ეთანხმებიან ამ ყოველივეს. ისინი არ იყვნენ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით და ბათილად იქნეს ცნობილი ფურცელი, რომელიც შედგა საპატიმრო დაწესებულებაში ნინო დათაშვილთან გასაუბრების შემდეგ. დღესვე ადვოკატები გეგმავენ, რომ მიმართონ მოსამართლეს, რომ გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიების ფორმა ნინო დათაშვილის წინააღმდეგ და ის გათავისუფლდეს სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან, ვინაიდან ის საჭიროებს აუცილებელ ჯანმრთელობის აუცილებელ შემოწმებას, მას ხერხემლის გაუცაძლესი ტკივილები აწუხებს დაკავების დღიდან დღემდე და ამ დრომდე ჯერჯერობით ციხის ექიმები არ დაინტერესებულან ამ ფაქტით მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. ნახოთ რას იზავს ნელა კალიჩენკო, ჯერჯერობით მხარეების შუამდგომლობების ეტაპს ჯერ არ გასცემილა.